ძალიან მისუყველას გადავწყვიტე მეთამაშა რაღაც უფრო უცხო და ახალი. რამდენი ახალი არ ვიცი, მაგრამ მაინც Elden Ring-ი ეს თამაში რაღაც 1 ან 2 თვეა გამოვიდა. შეიძლება არც კი. და საკმაოდ საინტერესო იყო. ყურადღება მიქცია ჩემი, რადგანაც ძალიან განსხვავებულია ასეთი ჟანრის თამაშები არ მინახავს ონლაინ. საკუთარი სტილით თითქმის Elden Ring-ია იგივე. თითქმის უბრალოდ აი როგორ თამაშია Elden Rings და PUBG-ს შვილი ყოლოდათ რაღაც ეგეთია და რატომაც არა გადაწყვიტე მეთამაშა. ვითამაშე რამდენიმე ხელი, მოვკალი ეს პირველი 4 ბოსი, დამჭა რამდენიმე, თუმცა რა თქმა უნდა დაუწყების თავიდან და მოვკლავ სხვა ბოსებს. პირველი ეს ძაღლია, სამთავიანი სერვერია, ვიზუალურად ძალიან მაგარი ბოსია, საკმაოდ საინტერესო თამაშია და რა თქმა უნდა ყველა ბოსს აქვს საკუთარი სისტემები, საბედნიერო წერია, რადგანაც განწყობაში არ ვიქნებოდი. ამ პირველ ბოსს აქვს სისუსტე წმინდა მაგიას და წმინდა იარაღებთან და რა თქმა უნდა, წმინდა იარაღს ეყენებ, უფრო მეტი ზიანი ადგება. აქვს ასევე მეორე და მესამე სისუსტე, ასევე აქვს რაღაცისადმი ამტანობა, მაგრამ მაგაში განწყობაში არ ვარ. ამიტომაც, ვეცდები ვიპოვო წმინდა იარაღი, როცა შევალ, ასევე მოდი პირდაპირ გავუშვებ. ვითამაშებ ამას კატანით, რადგანაც კატანა არის ყველაზე კაი იარაღი ალბათ ამ ბოსისთვის, მე ესე ვფიქრობ. ან შეიძლება პატარა ხმლებითაც, არა მოდი მაგით ათამაშებ ჯეჯობით არ მაქვს არასოდეს. ვეცდები მოვიგო, წარმატებული ხელი ჩავატარო, თუ შემოვიდა დღეს ვინმე. თუ მოგეწონება და გექნებათ სურვილი, ამ თამაშს გადავიღებ, ძალიან საინტერესო თამაშია. ასევე იმის მიუხედავად, რომ ფანების დიდ მონაწილეა თქვა, რომ თამაში ძალიან მარტივი იყო, ბოსები სუსტები არიან და ძალიან მარტივად გავიარეთო. მე ძალიან მიჩნდება კითხვა, ამ ხალხს აქვს თუ არა ცხოვრება, რადგანაც ამ 4 ბოსის გასავლელად დამჭირდა 60 საათი. საშინელება იყო, მithomეთ ეს მესამე, ამ მესამეზე რომ ვიყავთ, რადგანაც მოკლული მყავს თვითონ, ვიფიქრებთ რაღაც ძალიან მარტივად და დასპეცებულად გავივლი, არნაირად არის 100%-ზე თამაში 60% არის გამართლებაზე, რა მოგივარდება. მაინც და მაინც ეს ტიპი აიყვანა, მაგრამ უშავს ჯადავას მეც ამიცავალ. მოგეთ თამაში 60% არის გამართლებაზე და მხოლოდ 40%-ია საკუთარ სკილზე და მამას მალე მიხვდებით, რატო ამბობ ამას და საიდან მოდის. რადგანაც მაპზე როგორც კი დავსპაუნდებით, უნდა ვეძებოთ შესაბამისი იარაღები, უნდა გაგვიმართლოს რომელი ბოსი დასპაუნდება, იმიტომ არის ბოსები რომელიც საშინელი მოსაკლავია და უნდა გაგვიმართლოს მოთამაშეებში, უნდა გაგვიმართლოს რა მაპზე დავსპაუნდებით, რომელი ბოსი შეხვდება. მოკლედ მთელი თამაში არის გამართლებაზე. სპაუნდებით სამივენი და აქ გამიმართლა. თუმცა რაც ვადენეიჯი მაქვს, რადგანაც პირველ ლეველი ვარ, მოდი ვნახოთ რა არის, ჩემთვის არ არის. მოკლედ უნდა გავასუფთავოთ ესეთი ადგილები, როგორც ხედავთ, ეს დიდი შენობები, რაღაცები, აი რუკაზე ესეთი რაღაცებია, აქ არის სიოცხლეები რომ მოიმატო და შენთან ბრძოლა არ მინდა, მაინც უარგისი ხარ, არაფერი სარგებელი შენგან არ არის. ესეთი სკიურებია, სადაც ეს ძალიან გამართლა. ან მოვიტყვები და გამართლება ამას ქვია. ზოგჯერ ვაფშე არ იჩნდება ხოლმე. ეხლა კიდე პირდაპირ გამიჩნდა. ეხლა ამ შენობებში ბევრი რაღაცა არის, ამათ აბრძოლას აზრი არ აქვს. საერთოდ არაფერს არ გაძლევენ, აქ უნდა მოხვიდე და არის ბოსი. საკმაოდ სუსტი ბოსია, მაგრამ ამას ჯესამად მივარ. მოდი აქ ნახავ რა. ამ ჩარაქტერზე ისინი არ გამოდგება. მივიდეთ აქ. ეს მართლა ძალიან სუსტია. ეს როგორ გავაჩალიჩე, არც ვიცი. სუსტი არ მეღადავები მეორეჯერ. ეს არის ბაგი იყო უკვე, იმიტომ რომ ეგრე არ უნდა ქნას. და გაგვიმართლა, ვერ ვარყოფ, აქ ძალიან გაგვიმართლა და წმინდა კატანა. სწორედ ეს მინდოდა, მაგრამ ამას პირველ ხელში არ დავიჭერ მეორე ხელში. რადგანაც კატანიანი თამაშობთ, ყოველთვის ჯობია რომ მეორე ხელში გეჭიროს, ორი ხელიანი კატანა გეჭიროს, ანუ ორივე ხელში გეჭიროს კატანა, რაც ბლიცსაც მიმატებს, დემეიჯსაც და ვაფშე ყველაფერს. ეხლა მოდი ბიჭებო, აქეთ წავიდეთ, ძალიან გაგვიმართლა. პირველივე ეტაპზე ამის გახსნა არის, გასაოცრად კარგი, მაგრამ თქვენ საკეთკენ ამოხვიდეთ. ჯებო, მოდი დროზე. და იქნებ რამე უფრო კაი დავაგდოთ. მართალია ეს კატანა, ზუსტად ის კატანაა, რომელიც გჭირდება, ძალიან შეერთხი კატანა, მაგრამ კაი. მაგრამ ხო წეგო საშინელება არა. აი არა ხარ კაი სასტავი, მაგრამ რა ვქნა.
აჰა, ამად გავარტყე და ჩემიანები რასაკეთებენ, შეგიძლიათ ვინმე გამაგებინოთ? არ გამარტყა გეხვეწები. არა, როგორ მეზიზღები თქვენ და ის რაინდები მithumet ეს აი ნახავთ იმ რაინდებს, მე მგონი ზოგადად ამ იმაზეა, ეგრაინდი ბოსად, ერთად მიდერსად. აუ, ოღონდ შენ არა და ვინც გინდა თანავ ლეველზე საშინელებაა და მორჩა მოუკვდი კიდევაც. მიდი, გასტარი. არა გამარტყა. აუ, ჩემიანებო გეხვეწები დამეხმარეთ რამენაირად. არა, რანაირად უნდა დამეხმაროთ, თუნდაც გაჭირებაში არიან. ნუ როგორც ჩანს, ესე ჩქარა გახსნა ამისი. არისო კაიდია, მაგრამ მიდი. და ეხლა გაჩვენებთ skills, რომელიც ჩემს ჩარაქტერს აქვს. მოდი. აი ეს არა ამაზე მოვიდით. აი ესეთი რუსო დააჭერთ. ეს იქცევა აი ესეთი მონსტრად. აი ეს დიდი არსება. რომელიც ძალიან კაი ეს რაცა მოწმენდები დასახოთ, მაგრამ ნუ სიოცხლე თქარია მეტი აქვს ვიდრე ჩემს ჩორებულ ჩარაქტერს. მაგრამ ამის მოკულაც არ არის მაინც და მაინც ბიტუნიბურღვა. ეგრე და მოკრათ ეს ტიპი და მე მგონი ერთიღა დარჩა. იდეალური ამასაც ეხლა დიდი frostbite დაიდეს. არ დაედო? აი ხა დაედო, იდეალური. და ეგ არის გავტრუპეთ, აქედან წავიღოთ და მე ფიზიკური შეტევა, არ არის ცუდი. და როგორც იქნა ამ ჩარაქტერის პოტენციალს ასეთ ვისე გამოვიყენებთ, მეორე ხელში გვაქვს კატანა. ნუ მოკლედ როგორც დაინახეთ, ამას აქვს ესეთი სკილი, სამწუხაროდ ორი სკილი უნდა ქონდეს ჩარაქტერს და ამის მეორე სკილი ძალიან აგავია და ვერაფერი ვერ გავუგე. ხო. როგორც ის ბლოკში გეხმარება და უფრო მეტი დემეჯი აქვს, მაგრამ ვერ მოძრაობ. ნუ მოკლედ ზემოთი საუბრის გარშე ნუ მეორე სკილი, ეს დიდი სკილი, ხომოთ რო ხედავთ, არის ეს ცხოველი, რომელიც ძირითადად უფრო მეტად გეხმარება რომ შინიანები გააცოცხლო. ხო, მე ესე მივხვდი. მაგრამ ასევე ძალიან კაია მოწინააღმდეგისთვის მცირედი დემეჯის ეკეთებისთვის. ოღონდ ბევრ მოწინააღმდეგეში ხდებათ ისეთი, რომელიც ტვინს ძალიან გამიღავს მაგის მხრივ. კიდე როგორც იქნა კაი დემეჯი ეკეთებ, აი ეს ბლიდი მიყვარს თამაში. ერთ-ერთი საუკეთესო უნარია. თუმცა აი ხა წინომეი ტიპიც არის იმასთან ბლიდიდად არ გამგოდება, იმიტომ რომ ნუ ქვა არის, რამეერად უნდა ბლიდო. შეიძლება ხო. ოდი ეს გავარტყათ, ნუ რა თქმა უნდა არც გაიყინება, მაგრამ აი კაი რა ხდება. ეხლა მალე გატყდება ეს თუ გაგზელდება. აი, ნახეთ, დაიბზარა თუ არა. აუ, რამხელა დემეიჯი შენს. ყველაფერს კაი დემეიჯი რანაირად აქვს. აუ, ამან იმენა გაუბრხატი. ამასაც ედება ფროსტი. რანაირად გედება ფროსტი? ანუ ხო ხარ, რანაირად იყინები? ხო, კაცი იყინება ჯანდაბასთან. აბა ვნახოთ. ავიღეთ ლეველი, 4 ლეველი. არ არის ძალიან ცუდი, მაგრამ ვერც გავგიჟდები რო არ მოგატყუოთ. აქ ნეტა გამაგებინა ესე ჯანდაბად, მაგრამ ავიღებ, აქედან იქნება მე კაი ამოვარდეს. მეტი არა, ჩემტერი, ეს კიდე ჯანდაბას გამოდგება. და ნუ მოგეთ თამაში არ არის ძნელი, თუ კი ბოსებს არ ჩავთვლით. ბოსებთან რომ ვიყავთ, მე ძალიან გაძნილდება. იდეა მარტივია, თუ მაგას გულისხმობ. ამათ აქ უნდა წასვლა, მაგრამ მე რო ძალიან მინდა ამისაღება. მოგვესწრო ისე ცუდი არ იქნებოდა. აუ, აქაც კიურია თან. მე არ მინდა ეს. კაი, ჯანდაბას წავიდეთ აქ. მე ავიღებთ ფლასკებია, ფლასკებს გაჩვენებთ, მე აუცილებლად მოვიღებთ ერთს ან ორს მაინც. და ნუ ფლასკები ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაში, თუ გინდათ რომ მალე არ მოკვდეთ. მე ხაკრო ჩემთვის კაი დექსტინიტია ის იყოს, თალისმანი კაი იქნებოდა, მაგრამ ნუ ეჭვმპარება და გოლიათები, რა თქმა უნდა, გოლიათები კიდე არა უჭირს ტიპები არიან, მაგრამ ტვინს ძალიან ბურღავენ. თავარი მოვალეობაც სწორედაც რო იგავთ ტვინის გაბურღვა, მეტი არც არაფერი არ იციან. აუძევით და ეხლა შევებზობთ ერთ-ერთს, აი იქ არის ერთი. და უყვარს რაღაცების წინ და უკან სროლა. ერთი ეგამოსის კარგად. ნუ შხამის იარაღი არ მაქვს იდეაში და რა ნეადვადებ შხამს. მე მგონი მეორეა შხამის იარაღი. არა, კინაღა მომკლა. აი სიფთხილე რო არ მაქვს ჰემანიცის. არ მომკლა, გეხვეწები. აჰა, კიდე კაი, შხამი რა, მაგრა გამომადგა, მოკლა ის.
კაი, ხა სამშენ. წამოდგები, მანამდე შანსს დაგადებ და ბლიცაც. ეგრე. მოდი გავიდეთ ხა იმათთან. იმიტომ რომ სიცხე ვაფშე არა მაქვს. ვიდეთ. მოკლეს თითქმის ერთი გოლემი რა ეს ტროლები არიან იდეაში. აჰა, ეგრე. აუ, მასა კაი რაღაცა აქ შეხეთ. ჩემთან ახლოს არ მოვა ეს არაფერ შუაში არ არის ჩემს იარაღთან. პროსპელი ეს ფრით არ მინდა ეს მასავიღებ, არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ ის რო არაფერ შუაში არ არის, ეგ ვიცი. და მეორე გოლემი მოკლად მაგიური კატანები ბევრი არ მახსენდება, რომ არ მოგატყუოთ, რაღაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ არის რამდენიმე როგორც ვიცი. აუ, არა, თანა გადაკეთებული კატანებიც არ გინდათ, გეხვეწებით. აუ, თან ითვლიან ისის სურის ახლა. აი გრე, ერთი დავიხილოთ და აი ეს მას ცოტა წავარტყათ. ეხლა ამის თავის დიდ ხმას ამოიღებს, მე დიდი არაფერი არ არის ჩვენ შედარჩეს, просто დიდია ფიზიკურად. კაი, როგორც უკვირდები 99% რასაც ვერ ნაგავია. კაი, ჩავუხდეთ ამას. არ არიან ძლიერები გოლემები არ არიან, კაი, მაგრამ გოლიათები არ არიან ძლიერები, მაგრამ ტვის კარგად ვიღავენ. თვითონ ეს შორიდან, მედი ამას გამოვიყენებ, მაინც არ არის არაფერი სკილი. ესეც ხედავ ვაფშე აღარ მაქვს. აი ესე დავამკლოთ კარგად. ეს ბლიც ისადებს უეჭველი, ხო? და მოვკვდით, აი ამას გეუბნებოდით. გოლიათმა შორიდან გაგვარტყა. აუ, და ესეც მოკვდა. აუ, shit. თუ ჩაგდო, არ ვიცი. აუ, და ლეველს დავკარგავთ ეხა ამის გამო და აქ ამოსო ყველა შემთხვევაში დაგჭირდება, რადგანაც ჩემი ლეველი აქ იგდება. ძალიან მაგარია. თუ კაი, რას ვიზავთ, ლეველი დავკარგეთ. ნუ ერთი ლეველი დიდი არაფერი არ არის, მაგრამ აუ, მიხვეწები, ოღონდ ღამე არ დაიძრას ეხლა. აუ, შენ ხარ აქ. ესეც კაი ტვინის ბურგი ტიპია. აჰა, კიდე არაფერი არ არის. ნუ, ეს ფარი მაგარია, მაგრამ მაგარი გადაუფარია, მაგრამ აი ხარ გამართლება. ზევით უნდა ვიდე, მაგრამ არ ვიცი როგორ, მე მგონი აი გასახტომია, მითავალ. თუ გამიმართლებს მოვასწრებს, სანამ ღამე დაიძრება. ნუ, ეს ღამე თლად კარგად გავარკვიეთ, ხო რას ნიშნავს ვერ გავიგე. ხო არ მოვიტყვები. შენ აქ რასაკეთებ? აი რა გონია რომ რასაკეთებ? არ არის ამის მოკვლა ძნელი. ნაოდ შორიდან არა უნდა დაგადგეს და ამაგესროდეს და აი ესენი არ უნდა დაგადგნენ. ვიდი, ღირსია ჩაარტყი. სად არის მეორე ჩემი სად არის? ჩემი ნაგავი აქეთკენ. ჩემი ნაგავი. აუ, ვაფშე მე ვარ მხარეს არის. კაი, დაწყარ. ვიცით, არაფერი არ შეგიძლია, ვიცით. ნუ გვატყუებით, რა შეგიძლია. გავტრუყოთ. აჰა, აი ესენი უფრო ტვის ბურღავენ, მე თუ გითხავთ. უფრო საშინელებია. არა, კაი, ეხა ორივეს განასვლა მომიწევს. მარტო მე თუ მოახერხებდი ამას რა. საიდან აი კიდე შეიძლება ოხტე, თუ შეიძლება ძალიან კაია, მადლობელი ვიქნები. ერთი ლეველი აზრით. ხო, შეიძლება კიდე კაი. ავიდეთ, აი ეს ავიღოთ ჯერ. აუ, თან ეპიკურია. აუ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა. არ არის ტექსტინიტი იარაღი, მაგრამ მაგარია დამჯერეთ. კარგად ხოვით. ლეველი მაქვს. კაი, აქ უნდა მოვიდეთ ჯერ მაშინ, აუ, ჩავართი. აუ, არა, ღამე მასტრებს. ლავის სიმაში აღმოჩნდი თან. ამ ლავაში აი ეგ თუ ჩავალ ძალიან მაგარი რაღაცებია და მან დაუცილებლად ჩავალ შემდეგ იმაზე. სულ სამი ღამეა. პირველი ღამე არის ხა ეს ყველაზე მარტივი და სადაც უკვე ვიტანჯები და სამი ლეველი მაქვს, ხო? პირველი ღამე ხა ხო გაინდა იმასორეთ და მეორე უფრო რთული იქნება და მესამე უარესი. მესამე საშინელებაა. მესამეზე უკვე ბოსი გამოდის. ჩაიდე ეს კატანა. ესენი ხა დასააპგრეიდებლები არიან, ჩემი ხლები. 8 ლეველი იდეალური, რამდენი ლეველი დავკარგეთ აღამ და რაღაც სისულელის გამო. და პირველი ბოსი თუ გაგვიმართლებს, პირველი ბოსი არის რაღაც ჭინკები, რაღაც ბანძოვები, მაგათი მოკლედ ძალიან მარტივია, მაგრამ თუ არ გაგვიმართლებს, რაღაც საშინელებაა ის ეგზეკუტერია, პირველი ბოსი, რაც საშინელი ტიპია.
აჰა, ძალიან მარტივად. ნუ რა თქმა უნდა ეს არ დააგდებს იმას. და ეს ტიპი გამაგებინა რას აკეთებს. გასაგებია რომ აქ უნდა მივიდეთ, მივხვდით ჩვენს რაღაცნაირად. ამის გარდა ეს რაღაც ვერ ხდება. ნუ მოკლედ მივედით, პირველები არიან STRC, მე მგონი ყველაზე მარტივი შეგვდა, ხო, ვინც შეიძლება გამოვიდეს. არ მახსოვს ესენი ზუსტად, მაგრამ არ არიან ესენი ძლიერები, ნუ ესე ახლა ბოსები არ არიან, ბოსები ხდებიან ამის შემდეგ. ბიურნი ხართ? კიდე კაი, ეს რაღაცა მაქვს, რაც ძალიან ეფექტურია მე რამდენიმე წინამდე. რანაირად გამარტყი მეგობა რომ რა იყო რა მომწარა. და ნუ ეს ტიპი ამაზეც გამოვიყენებ ამას. იმიტომ მაგ არ მაქვს პრობლემა ამაზე. და გამოდის ახლა ბოსი, როგორც ვთქვი. საიდან აბა? სადეშვება ღამე. აგი იქა წინა, შეხეთ? და ბოსი არის ოღონდ შენ არა და ნებისმიერი ორი ერთად გამოსულიყო რომ გორმეს ზიზღები შენ იმენა ვერ წარმოიდგენთ რა მაგარი საზიზღარი ტიპია ეს საშინე რა ქვია ამას ჰანტერი მონადირე და ჯანდაბაში თავს წადი ირემზე ინადირე მე რა იყო ხორცი იჭმევა ჩემი მწვადი მაგ რა არის გაკი ნახეთ რა არის გირია ინადირე ვერც შორს გადიხარ, ვერც ახლოს მიდიხარ, იმენ ყველგან საშინელი ტიპია. ვერც ბლიცვადებ ჩქარია. გამარტყა და ორჩა დამამთავრა. კიდე კაი აცილა. არა, ეხლა აღარა აცილა. კაი, ეხა ერთი გამაცოცხლეთ რომ ისქნა. კიდე კაი მას გაარტყა. კაია, თითქმის მოკლა. გამაცოცხლეთ. აი მით დავსპაუნდები, ამით ვეღარ მოკლავს. ისე მალე. ეგ არის. დამთავრდა. მეზიზღები, მოდი მეორჯერ ვიმეორებ კიდევ. ჰოლი ბუსტი მირჩევნია გასხებით კაია ვიდრე ის. კაი, მოკლედ. და უნდა წავიდეთ, გეხვეწები, წავიდეთ სადმე ეს ადგილას. აი აქ წავიდეთ, მოიცადე, აი აქ უნდა წავიდეთ. წესიერი ადგილია. უძნელი ადგილია, ეხა არ დამალავ. ეს მართალია ისე. აი აქ წასვაც არა. მოიწინ ვიღაცა. რა. მეორე უარესი ტიპი გაჩიქეს. ესენი ხო იმა გიჟები არიან. კრისენტინელი სადღან ნახეთ, იხვეწები. იდი დავაი, გაარტყი ესე. და შხამის დავადოთ. ვერა. სამის ბრალია რომ არ გვაქვს ისინი ფლასკები ეხლა ჯერ უკვე უნდა გქონდეს რამდენიმე 3-5-დან. კიდე გამარტყა, ხოჭა. კაია. ერთი ფლასკი ავიღოთ. და მოდი მივირბინოთ ამასთან. მიბაფია იმაზე, სიცხლეზე, ჯავშანგი. სისხლი დავადე, ბილი დავადე რა კაია. მიდი ერთხელ კიდევ დაადე, თუ რამე ლიმიტი აქვს ამას. ის გააცოცხლებს მანამდე იმას. რა ჩამარტყა, მეორე რო აღარ მომინდება ისეთი დამარტყა. შორს არ არის მეგონი. ის საქვია. გრეისი და ავიღებ. მოიცამოდი აბა გრეისთან მივირბინოთ თქვათ. თავი დავიხილოთ. ესეც ავივსო. ხონო იმეც თავიხსნება რა. ეს გრეისთან მივირბინო. ყველაზე კაი იდეა ეხლა ეგა. და ბარემ მე ყველაფერს ერთიანად დავადებ. მაგრამ მეზიზღება ეს ტიპი. ვერ წარმოვიდგეთ ეს 3 სენტინერი და საშინელი ტიპია. ნებისმიერი რაღაცა საშინელია რა ვებიძოლო. ჩქარია, დიდი დემეიჯი აქვს, დიდი სიცხლე აქვს და ელოას გესვით, მეტი რაღა უნდა გქონდეს. მიდი დავაი. გაარტყი ეს. და ვერ დავადე და იმან დამადო კინაღა. მირბინე იმასთან.
აუ მეც გამარტყა. გამაცოცხლე მე რომ მე ის კაი, აზრი აღარ აქვს იმის გაცოცხლებას. მე გამაცოცხლე. აუ, კაი, მეღადავები. ეს 3 სენტინელი რატო? ის ხო საშინელი იყო. ეს უარესი. მიდი დავაი. ხედსად უნდა ვიქცეთ. აჰა, მიდი. აუ, ცეცხლმა რამდენი დამაკლა, მეღადავები. დემეიჯიც ასეთი უნდა. გავიდეთ. კაი, ვერ გაგვაცოცხლებს. თვითონაც მოკვდება მე მგონი. კიდე კაი, ეხა ეს სიკვდილი არაფერი არ არის, პროსტა ლეველს კარგავ რა, ეს ბოსად არ ითვლება. ბოსია, არა, იმად არ ითვლება. ღამის ბოსად. იდი ერთის დაადე ფროსტბაითი. ფროსტბაითი დაედოს. მითქმის მოკვდა. ეგარი. ჩვენ კი მოკვდით ერთი 1000 ჯერ, მაგრამ კაი, ჯანდაბას ეს რომ მოკვდა, რა ხან ეს მოკვდა, რას ვიდარდებთ. ნუ, მაპსაც უყურებ. აი, ქვათ, ნუ, აქენა შორს არ არის. კაი, მოდი. რა აქვს? აუ, ეს არის ძალიან გიჟობა. ფლატკატანები არ გამომდის, მაგრამ აი ამაზე მაგარი რაღაცა თამაში იშვიათია. არა ესე არა, აი ეს და აქვს ზუსტად ის დემეიჯი, რაც ჩვენ გვინდა. ჰოლი დემეიჯი აქვს. პროსკი კარგა უაზროთ, მაგრამ კი, უაზროთ კარგავ დროს. აი იქ უნდა ჩავხტეთ და ეს აქ ეს მალე როგორ მოვიდა? კაი, ნუ არ აქვს მე ისავიდე. ეს შეგვიძლია მოკლათ. აუ არა. აჰა, მიდი. აი ესე გადაუსვიათ მანეთ. აუ ჯანდა. აუ არა. აი კიდე კაი. კაი წამოდი ჯანდაბას. ის არის. მან ვეღარა ვარ, აი მას მოკლავ. აუ ეს თვითონ საბურღი ტიპია. აუ ეხა ბლიდ დამადებს, არ მინდა ბლიდ დამადოს. კაი, ამას ესე ვერ მოკლავ. აი მით მოკლავ. აჰა, ბლიდს გონია რომ ესე მარტო დამადებს ამაზე? კაი რა მეგობარო. აუ ეხა იმას გამოიყენებს რა, მაგრამ ეზიზღება ეგ უნარი, მაგრამ სამენოდ დებილდება დიდი ხნის განმავლობაში. აჰა, what the მეღადავებით. ალბათ რაც არ დამიგდია, ყველა ის იარაღი დავაგდე უკვე. ეს ვინც არის, იცით, არის მორგოთის ის არის ხმალი, ლეგენდარული ხმალია. ეს საიდან გაიჩითა? აი რატოა ლეგენდარული? შეხედ რა უნარი აქვს და ბლიდი აქვს დედაუთი რა. რანაირად დიდი ხანია ეს იარაღები არ დამიგდია, ნუ არც კი გამომიყენებია ეს იარაღი არც ელდერინგში. იმიტომ რომ სარა მიწყვია ტექსტინიტი ბილდი. მე მგონი არასწორად მივდივარ, იმან იმედია გზა იცის, აღარ მახსოვს მე გზა. კაი, წავიდით. ხო, ქვემოთ, ეხლა გამახსენდა. ეს იარაღი როგორ დავაგდი, არც კი წარმომედგინა. კაი, გამიმართლა, თან გამართლებასაც სხვა გნიშნულობა. ისე მაგალ გამიმართლა, კაი, მივიდეთ ეხლა იქ. და საუბედუროდ ამ იარაღს არაფერი არ აქვს ის, რაც იმ ბოსის მოსაკლავად გჭირდება. არა და მაგარი იარაღია, როგორ მინდა მის გამოყენება, მაგრამ shit, bro. Chill. აჰა, იმას რა აკეთებიო, ეს მარტივად ხარ. ნუ შროთის რაღაცეები აქვს მე მგონი. და აუ როგორ მომწონს ეს იარაღი. ვერკი წარმოიდგინს. აჰა, ეგრე. აუ მოგვიდა. შე რა უნდა გააკეთე, ახი one shot-ია ყველაფერი. ბუსტი, მაგიისადმი დაცვა ამ ჩვენს იმას მაგი არა აქვს ჩვენ ბოს. ხოლო დუხეს ძარას და ცეცხლს იყენებს, ამიტომ ადრე არ გამოგვადგება. და თითქმის მივედით და აქაც უნდა მოკათ მე ფინალური ბოსი. ხო, ესენი ვინც არიცით, ძალიან მარტივი მოსაკლებელი არიან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არც კი წარმოდგენაც კი არ მქონდა რა იყო მათ სისტემა, მაგრამ აი ესაა, უბრალოდ ზევით უნდა აღწეთ და დათხას დააჭირო და ზევიდან აი ესე მოკლავს. მაგრამ თუ არიცით რა აქვს ზუსტე, აი საშინელი მოსაკლავია, აი ჯოჯოხეთია ამათ ამ ბრძოლა. აჰა, ეგრე.
ყველაზე აუ არა უნდა ვიჩქაროთ ამათ დახოცვა აღარაა საჭირო უნდა ვიჩქაროთ ხო ეს ესენი ვის გამურყავენ ახლა ერთმანეთს ატოებთ შეიძლება ვიკითხო კაი ბოსი აქვს ქვემოთ როგორც თქვი მე მგონი თქვი ხო და ეგ ბოსი უნდა მოკლათ რაც შეიძლება ჩქარა ანუ არ უნდა გავჩერდეთ როგორ გინავაძე არ გაჩერდე როცა უნარი აქვს თუ გაგაჩერონ კაი 12 ლეველი არ არის ძალიან ცუდი მაგრამ არ ძალიან კაი არ არის რადგანაც 12 ლეველი ბოსთან ცოტა არ უარყოფ ცოტა ჩავხდეთ სუქემოთმა ჩავხდეთ და აი ეს ტიპი არის აქ ეხა გაიჩითება ერთ წუთით აუ არა ღამე მოდის არა დროზე უნდა მივიდე აქ აი ეგ უნდა მივიდე დროზე მეტი არაფერი კაი ჯანდაბას მიდი დაბლიდე ბლიდი დაადე მომკლა გამაცოცხე დროზე რო ქვის ვქნა შიტ აუ კაი ბოდიშით ამას ვერ ვნახავთ რა უნდა არის აქ ამ აი ქარი ნუ ეს ნამოკლად და მე ის გაიხსნება ნუ ვერ ვნახავთ სამწუხაროდ მაგრამ ძალიან მინდოდა ნუ თელიბრალი ტიპის არის რო გავიდა სამნო ყოფილიყავით მოვასწრებდით მაგრამ კაი ჯანდაბას კაი რაც არის და დამასპაუნერა იქ სადაც არ უნდა დავსპაუნებულიყავი ცოტა შორს ვარ იმ ადგილისგან სადაც უნდა ვიყოთ ეს რას საკეთებს ბოსის მოკლა ჩვეულებრივად შეგვიძლია არ არის დიდი პრობლემა ეხა ეგ საკმარისი ისინი გვაქვს აი ბოლოს ამხმლით და იმით მოკლებთ მაგრამ კაი ნუ ეს არწივი ჩვეულებრივად ჩვენი ტრანსპორტია მეტი არაფერი მაგრამ მეგობრებო რო გიხვეწევი ამიყვანე და აქ ნუ ამიყვან ეს პირდაპირ მასში ჩამაგდო ღამეში კარგად ვარ თქო ეხა რო გითხათ მოვიტყუები იმიტომ რომ ცოტა გვაქვს ყველაფერი ბოსისთვის ლეველი რა ქვია ეს ფლასკები და ყველაფერი აბსოლუტურად შეიძლება გქონდეს ცოტა გვაქვს მაგრამ აუ ადი ის რას აკეთებს და დაიხილა კაი წავედით აუ და ფლასკების გარეშე მივდივართ მაგარია და სამით მივართ ეს ყველა ფლასკი დაგვიმთავრდება და ღამე დითვლება უკვე მგონი ორივე რომ მოვკვდეთ ესე ჯობია რომ მოვკვდე ესე ჯობია არ გამაცოცხო წადი ჯობია მოვკვდეთ იმიტომ რომ პირდაპირ იმ ადგილში დავსპაუნდებით და სასარგებლო იქნება უფრო ვიდრე აი ესე სირბილი აი ეს როგორც დარფის და 99% დარწმუნებული ვარ ბოსს მარტო შევებრძოლები იმიტომ რომ გავიჭედეთ რაღაცები ვქენი და ეს კიდე არა მგონია რომ ამან მოვა აუ არა კაი გაჩდება ეგრე ჯობია დამჯერე მეგობარო რომ აქ გაჩდე ვიდრე ის რასაც აკეთებ აუ შენი ჯანდაბა დავატირი ამის აუ აღარ არ ითვლება ჯანდაბა ანუ ვერ დასპაუნდება ეხა ეს თუ არა დასპაუნდა არა ჩემზეა ორიენტირებული მაინც და მაინც კაი დავიხილე ეგრე და ბლიდი როთი ყველაფერი დაედო მიდი მოიურეჯერად საეგრე აუ როგორ მომწოს ეს იმარი რაც გვაქვს მაგრამ აი ეს აქ მინუსივე არა ჯანდაბა მაინც და მაინც ეს გამოვიყენე არა და არ მინდოდა კაი ნუ მოწინააღმდეგეა ფალენჰემენი მორგოთი არ არის ძალიან ინტერი პირდაპირ გეტყვი ძალიან სუსტი ტიპია ნუ თუ იცი როგორ უნდა მიუდგე და თუ არ იცი როგორ უნდა მიუდგე და რა უნარები აქვს ძალიან ტვიზი გავს მიდი დავაი ოპა გამიმართლა მიდი ეგრე სხვაშიც ის იარაღი ძალიან კაია დექსტინიტიზე და ყველაზე გადაობა ისაა ომეს საკუთარი ანუ მორგოთს საკუთარი იარაღი გვეძი რა თქმა უნდა ვერც კი მივუახლოვდები მორგოთის უნარებს იმიტომ რომ მორგოთი ძალიან ღიჟია და საგანო მომწონს მორგოთის უნარები მაგრამ ბოდიში მორგოთ მაგრამ მოკვდები შენთან ყველა შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან ცოტა გაგვესიო ცოტა აი ესეც საბუღი უნარი აქვს მაგრამ აჰა ეგ არის ნახვამდის მორგოთი კაი ტიპი იყავი მოგიგონიებთ ხოლმე არა მაგრამ ვასება ეს იარაღი რა აი ძალიან მაგრამ მომწონს არ ვიცატო პოისონი არა აქვს მოწინააღმდეგეს ამიტომ ეს უნდა ვიღოთ მოწინააღმდეგეს აქვს ცეცხლი და ფიზიკური შეტევა როგორც თქვი
ნუ აქაც მოვედით ლეველი საწევა შეგვილია და რაც მინდა აუეს მიწევ დაჟე მოკეთ რაც მინდა არის ეს თუ ამიარაღს გამოვიყენებ ძალიან ბევრი ჭირდება თუ ამიარაღს გამოვიყენებ მაინც ბევრი ჭირდება იმპროფოლი ატაკ და ფოლი ატაკ პაუერ ხო კაია წმინდა შეტევი ძალას გიმატებს ეს ხმაი ძამოწოს მაგრამ ჩვენთვის არ არის და აი ეს მოკლედ აი ეს არ მეტი არაფერი არ მაქვს თორე მაგას მიცემდი მოკლედ წმინდა იარაღი არ მაქვს მეტი და ეს რასაკეთებს ის ვერ გავიგე და როგორც იქნა მოვედით აქაც ორნი არ მიცდია არასოდეს ყოველთვის სამრი ვიყავით ხოლმე თან კბილებამდე შეარაღებულები ეხლა 11 ლეველი გვაქვს და თან მხოლოდ ორნი ვართ არ ვიცი რამდენად გავკაჩავთ მაგრამ თუ გავკაჩავთ ძალიან კაი იქნება და მევდივარ დღამის ლურთან ამ ტიპთან აბა ვნახოთ ყოველი ჯერი ამასთან განსხვავებული იმიტომ რომ არ არის რაღაც მარტივი საბრძოლველი, საკმაოდ ჩქარია, ძლიერია და თან მანევრი აქვს მაგარი. და როგორც კი ორი რადგანაც ვართ, უფრო დაჭირდება რაოდენობრივი უპირატესობა ჩვენ ხარის ნამდვილად არ იქნება და ამას მალე ნახოთ რა გულისხმობ და რა არის ეგ რაოდენობრივი უპირატესობა. თუმცა თამაში ლამაზია, აი ძალიან მომწონს. დამუშავებულია კარგად, ეთყობა რომ ნაწვალებია. და აი ესე ჩვენი დასაწყისი. კაი. კაია, ამას რაღაცეები აქვს, რის გუსტავს და ესე ჩვენი მეგობარი მელია ან მგელი არ ვიცი რა არის, მაგრამ კაი არაფერი არ არის. ხო თქვი, კაი არაფერი არ არის მეთქი. რა გინდა დაჯექი და ძვარს მოგცემ რა. რა კაი დემეიჯს უკეთებს ეს წმინდა იარაღი ვერ წარმოიდგენთ. არა, მაგრამ ისიც კაი დემეიჯს აკეთებს. ეს ამისადმი ყველა ძლიერია, რა აქვს მნიშვნელობა, გასაგები რაც ამებია, და დავიცოდი. მიდი, დავაი. აუარა, ეს არც კი მინახავს. კაი, ნუ შემჭამე, გამანებეთავი. პირდაპირ გაატაით მნიშვნელობით. ხმალი, ეს არ არის კაი. რას იქნევ, ცუგა, გაჩერდი. არც კი მომსაუბრება, რომ აუ, ჟანდაბა. და დაიწყო მაგის სიუნარი და ტვინის თავარი ბურღვა, ეს ზაღლები სამად გაიყვნენ, ხო გითხარით, ნახავთ მეთქი. და აი მაგისი სისუსტეც გამოჩნდა, წმინდა უნარები, წმინდა მაგია, ამისი თავარი სისუსტეა. მეგობა რო არ გინდა ხმალი, ხმალზე შევთანხმდო არ გინდა. სადიშოა ამ ძაღლმა ხმალი. ისეთ თვალები რა ლამაზია, ოკეი. არ უარყოფ. ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, ძალიან ლამაზი ცუგა ხარ იმენა. არ მელია, მეგონი გელია. კაი ჯანდაბას. მიდი. კიდე კაი ამისადმი ძლიერი იარაღი მაქვს. ესე დაედო დებაფი. და დემეიჯებს უკეთებს ეს იარაღი ვარ კატასტროფულად კარგს. და როგორც მივხვდი, ჩემზე ერთია კონცენტრირებული და იმაზე ორი. არა, ეხლა ჩემზეც ორია. მეც სულ გავხდები, არაა პრობლემა. დავაი, ერთ-ერთზე, დავაი. მიდი, მაჩვენე რა შეგილია. ვიციო, ბევრი შეგილია, მაგრამ მაინც. არა, ჟანდაბა. სუდია ეს, მაგრამ არ აუშავს. მაინც ამასთან გავიჭედი, ღადაო, მორჩა, გავდგები ამის გამო. ესე, არა იძაე. ეხლა არ უნდა მოვკვდეთ. ახლა ხანს რა ვთქვი. ხო თქვი ორიგინალი იქნება მეთქი. ჯანდაბა ბოდიში იმ ტიპთან ბევრი იჩარიჩა, მაგრამ გამარჯვება მაინც სუგასი იყო, ნუ რაღაცები მოგცა, ბრავო. ეს ამერე დებილობა რაღაცა. ახლა გამოვიყენება არასოდეს. არაფერს არ აკეთებს. ნუ მოკრეთ, როგორც დაინახეთ, არ იყო მარტივი.
ნუ სუგასთან დავმარცხდით, მაგრამ არა უშავს. კიდევ წნიმ აქტივთან. საინტერესო არის. აი მართლა ძალიან გასართობია. კიდე შეებრძოლები აღვთ არა ამ ტიპით, ამ ტიპის მისია ვაფშე დამთავრებული მაქვს. შეებრძოლები სხვით, რომელიც ასევე ძალიან კაი ტიპია, ნებისმიერი ტიპით. ან შეიძლება ცადო მეისრე, რადგანაც ნუ მეისრე სულ ორჯერ გამოვაყენებთ. აიტო არ მომწონს ეს კლასი. ან აი ეს ტიპი, რომელიც მე მგონი მარტო ამასთან არის ეფექტური და ნახოთ. მოკლედ, მოდი ამას აქ დავამთავრებ. თუ მოგეწონა დაალაიქეთ და აკომენტეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე დაწერეთ რას ფიქრობთ ამ თამაშზე. გაქვთ თუ არა, თუ გაქვთ მოდი ვითამაშოთ. ძალიან გასართობი თამაშია და მოკლედ, შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში რა. მაშინ ნახვამდის.